ნოემ ყველა ცხოველი კიდობანზე შეკრიბა, ხოლო თუ სად გაიფანტნენ ეს ცხოველები, ამას რა თქმა უნდა ჩვენი დღევანდელი სტუმარი გვეტყვის. მივესალმოთ ლაზარე ელბაქიძეს. მოგზანდი ლაზარე, მოგზანდი. რა საინტერესო რაღაც მოგაქვს. დაბრძანდი თაგერად, გამარჯობა, როგორ გიკითხოთ, როგორ ხარ? კარგად. კარგ ხასიათზე ბრძანდებით? ხო. შესანიშნავი. რამდენი წლისა ხართ? 6. 6 წლის. სკოლაში არ დავდივარ ჯერ. ბატონო? სკოლაში არ დავდივარ ჯერ. ხო, ჯერ არ დადიხარ სკოლაში, კი ბატონო. ხო, ჩემმა პატარა ძმამ გუშინ შემიჭამა თევზი. ვინ ამ პატარა ძმამ იქნება. პატარა ძმამ შეგეჭამა თევზი? ხო. ჩემ სახლში აკვარიუმი მყავს და თევზი გადმოხდა და ამ პატარა ძმამ დაინახა და შეჭამა. რას მიყვები, კაცო, თევზი გადმოხდა აკვარიუმიდან და შენი ძმა მივიდა და აიღო და შეჭამა? ხო და მატყუებ ეხლა შენ, როგორ შეიძლება? არა. არ გატყუებ. ხო, შედახოთ წარი მიყავდა, თავის პაპამ დამიდა და ბევრი მოკვდნენ. ვაიმე, რაღაცა უცნაურ ისტორიებს მიყვები. მეუცე, მითხარი, შენ თევზები ყავს სახლში, ხო? ხო, 3 წელი კიდე დამრჩა. 20 წელი წმენდავი თევზი მყავს. 5 თევზიდან დარჩა 3 თევზი, როგორც მივხვდი. ხო. რა მაინტერესებს, ამ თევზებს სახელები თუ აქვთ? წმენდავი თევზებს აქვთ სახელები. შევს ქვია სოსო. სოსო? ხო. ვეთადეს ქვია გიგა. ამოიცა, თევზებს ქვიათ სოსო და გიგა? ხო. რატომ? იმიტომ გვინდა. რატო ვინმეს გვანან? თუ რაშია საქმე? არა, უბრალოდ ნამდვილები არიან და სოსო ჯარემ ჭამერა არის. ბევრს ჭამს და სოსო ბევრს ჭამს და გიგა მცივანა? ხო. შენ რა იცი, რომ ის თევზი არის მცივანა? მითხარ, რითი შეატყე? საბანი აფარია თავზე თუ რა? არა, უბრალოდ ძალიან მცირე, იმიტომ რომ თბილ ადგილებზე არის ხოლმე. აკვარიუმში გათბობა რო არის ჩართული, იმ გათბობასთან მიდის ხოლმე ახლოს? ხო. რა მინდა გკითხო? რა. რომ გაიზრდები. ხო. ვინ გინდა რომ გამოხვიდე? რეინჯერი. რეინჯერი? ხო. რა მაგარი ამბავია. რამაბილი დავიცვალე ცხოვრები და ესე რა. ეხლა შენ მე მითხარი, შენი თევზის მჭამელი ძმის გარდა ვინ მოვიდა დღეს სტუმრად? მამა და დედა. რა ქვია დედიკოს? რიზი. ბატონო? რიზი ქვია დედიკოს. ლიზი? ხო. და მამას? ბაჩო. ბაჩო. ლიზი და ბაჩო არიან მომბრძანებელი. ბაჩო ჯიგარსონა არის. ბაჩო ჯიგარსონა, გასაგებია, რა თქმა უნდა. ჯიგარია და ყველა სახმარება და ძვირიან მანქანებს აკეთებს. ძვირიან მანქანებს აკეთებს? რეინჯერი არ გამოვიდა, როგორც მივხვდი. ანუ მანქანების ხელოსანი გამოსულა მამა. არა. თქვენს ცხოველების მოყვარულები ხართ, მამასაც ვეკითხები. მიყვარს, მაგრამ არ ვიცი როგორ. მაგრამ თევზს ჭამთ, ხო? ანუ თევზი. რამაში ჭამ. ანუ წლინახევრის რომ იყო ესე ცნობისთვის ვუყიდეთ შინაური ცხოველი რამოდენიმე სათამაშო და შემდეგ უკვე ფერების მიხედვით მოსწონდა ჟირაფი, ზებრა რაღაცეები. მერე უკვე ძალიან დაინტერესებდა ცხოველები, საცხოვრობდნენ, ფაზლები შევიძინეთ, ლოტოები, წიგნები უამრავ დოკუმენტურ ფილმს უყურებთ. ესე რა, ნელ-ნელა ვითარდებით. შესანიშნავი ამბავია. ამაში ეს ის გახსნათ. მოდი იცი რა ვქნათ, მოდი მე ხა რუკას მოვიტან. ხო. მოიცა და მერე აგიხსნით ახლა ყველაფერს, რისთვის მომაქვს მე ეს რუკა აქ. მოდი შემოვაგოროთ. აჰა. ეს ახლა აქ მე ტყუილად არ მოვიტანე. მოდი აქ გავხსნათ. ხო. აი ასე, დედა რამდენი ყოლია. მოდი იცი როგორ გავაკეთოთ? როგორ? მიავიღებ ცხოველს და შენის დადე იქ სადაც ის ცხოვრობს. მე ტყვი რა ცხოველია და სად ცხოვრობს. შეიძლება ასე გავაკეთოთ? ინფორმაციას გეტყვი. ხო, მე ტყვი ინფორმაციას. ხო. კი ბატონო, ეს ვინ არის? თოდის ლეოპარდი აზიაში ცხოვრობს. აზიაში ცხოვრობს. აჰა, კი ბატონო, ეს ვინ არის? ჟირაფისებრი ანტილოპა და აფრიკაში ცხოვრობს. ჟირაფისებრთა ანტილოპა ყოფილა ესე კი, კი ბატონო. ჟირაფისებრი რატო არის? მაღალია? არა. არ ფეხს რა დღება და ესე იწევა და იმიტომ, ხო? ხო, და ფოთლებს ჭამს. ფოთლებს ჭამს? ხო. უი, როგორი კარგი ადამიანი კი არა და როგორი კარგი ის ყოფილა ანტილოპა. ეს არის ვომბატი. ვინა?
ვომბატი. აჰა, ვომბატი, ეგ საცხოვრობს. ავსტრალია. ავსტრალიაში ცხოვრობს, კი ბატონო. ავსტრალია და ევროპა ყველაზე პატარა კონტინენტები არიან. კი ბატონო. ეგ ვინ არის, რა არის ეგ? ეს არის ტაპირი. ტაპირი, კი ბატონო, ეგ საცხოვრობს. სამხრეთ ამერიკა. სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს ტაპირი, კი ბატონო. ეს არის წავი და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს. ვინ არის ეგა, წავია ეგა? ხო. ხო, კი ბატონო. ეგ ვინ არის? არქტიკის ბუ და ვინ არის? არქტიკის ბუ. არქტიკული ბუ არის ესა? ანუ ზემოთ შესაბამისად. აბა, კი ბატონო, აქეთ იყოს ბუ, ანტილოპას დავაყენეთ. ეს რა ლამაზი ვიღაცა არის, ვინ არის? ეს ორნაირი. ერთი თეთრია, მეორე ყავისფერი, მაგრამ ერთი და იგივე ცხოველია ესა? ხო, ამას ქვია ყარაყუმი, ამასაც ყარაყუმი. ორივე ერთნაირია. ყარაყუმი ქვიათ მაგათ? არა, ყარყუმი. ყარყუმი? კი ბატონო, ეგენი საცხოვრობენ. აზია. აზიაში არის. და რატო არის ერთი თეთრი და მეორე ყავისფერი? საზანებისგან იცვლიან ფერს. კი ბატონო, ერთი და იგივე ყოფილა, ყარყუმი ყოფილა ეგ. ეგ ვინ არის? ეგ თუთიყუში მაგის, მაგრამ რა ქვია არ ვიცი. არა, ტუკანია. ტუკანია ეგა, თუთიყუში არ ყოფილა, შესანიშნავი. სად ბუდობს ეგა? სამხრეთ ამერიკაში უადგება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესეა. ხო, სამხრეთ ამერიკაში ეგეც იყოს ეგრე, თუ არ გაჩერდა, არა უშავს, აი, ასე დავსვათ, კი ბატონო. ეს არის საყელოვანი ხვლიკი, იმიტომ რომ საყელო აქვს. საყელოიანი ხვლიკია ეგა? ხო. სად ცხოვრობს? ავსტრალიაში ცხოვრობს ეგეც თურმე. ეს არის გავიარი. ეგ ნიანგის გავს და ეგ სად იქნება? აზიაშია და რამდენი ნიანგები აფრიკაში არიან, მაგრამ ამას ქვია გავიარი. როგორ ქვია გავიარი? ხო, გავიარი. გავიარი, კი ბატონო. ეგ რა არის? ჭიანჭველაჭამია და ჭიანჭველაჭამია ნამდვილად. ეგ სად? ეს ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკაში? ხო, ჩრდილოეთ ამერიკაში. კი ბატონო. ეს არის ჩემი მამას საყვარელი. ბაჭო მამას უყვარს ესა? ხო, ეს არის კაპიბარა. რა ქვია? კაპიბარა. ყველაზე საყვარელი ცხოველები არიან, რაც არსებობს. ეგენი დიდები არიან? არა, ძაღლის ხელები არიან. ძაღლის ხელები არიან? წყალი უყვართ, გადაშენების პირას არიან. გადაშენების პირას არიან? აბა, მაგათ მოფრთხილება ჭირდებათ. ხო, ეს არის აი. აი? ხო. ანუ აი, ხო, კი ბატონო? ეს მაიმუნია? არა, ლემურისებრია და აი. ლემურისებრი არის, კი ბატონო. აჰა. ეს არის პანგოლინი. კი ბატონო, ეგ ვიცი, ეგ პანგოლინი, გამიგია მე ეგ. ეგ სად არის? აფრიკა. ეგეც აფრიკაში იქნება, კი. ეს დასმანელი ეშმაკი, იმიტომ რომ შეშიში ხმა აგზან და იმიტომ და არქვეს ეშმაკი. იმიტომ რომ საშიში ხმა ქონია. თოლის ლეოპარდს ქვია? თოლის ლეოპარდს ქვია? ირბისი. ირბისი? ხო, ირბისის ეძახიან და დრამალენში გადაშეძახიან კოიოტს. ესეთი თეთრები არიან, სულ ეს თოლის ლეოპარდები, ანუ სულ ეგეთ ფერები არიან? ხო, ესენი აზიაში ცხოვრობენ და კიდე დიდ თეფში ცხოვრობენ. კი ბატონო, კი, ტიბეტის მთაში ხო არ არის? ეს არის ფოცხვერი. ფოცხვერი ჩვენთანაც კი ცხოვრობს კაცო. ხედა? ჩვენთანაც არიან, საქართველოშიც არიან ფოცხვერები. ცხოვრობს ევროპაში ცხოვრობს და ჩრდილოეთ ამერიკაშიც არიან თეთრი ფოცხვერები. კი ბატონო, გასაგები. ეხლა ყველაფერი გავანაწილეთ, ხო, სად რა არის? ხო და ეხლა ინფორმაციების დროა. წავი, როცა დაიღლება, წყალში ზურგით წვება. როცა იღლება, ეს როგორ შეიძლება დაიღალოს? იღლება ხოლმე, რა ვიცი, ზურგით. მოცად ზეიდებს ქვას და მერე ნიჟარს დეხავს და ჭამს. უიმე, ქვას იღებს რომ ნიჟარა გატეხოს? ვაჭკვიანი. ლოკოკინებს აჭამს. რას ლაპარაკობს? საოცარი ამბავია. ეხლა რა მითხარი იცი? ეს ცხოველები რო გიყვარს გავიგე. ის მითხარი შეყვარებული თუ ყავს? არა. იმიტომ ყველაფერს მომთხოვს და მეკინდელები უნდა ვიყიდო და ინჯერი უნდა გამოვიდე, ცხოველებს უნდა დავიცვა და ესე და მე ვარ მოვარ, იმიტომ ცხოველები უნდა დავიცვა. შვიდი გვეყოლება და უნდა უკნა დაღლიერი ვიქნები ჯან და არა შედეს ვაღარ მივხადავ. ვარ მივხადავ და ესე და გასაგები, მე ძალიან ლოგიკური მსჯელობა გვაქვს ახლა. კი ბატონო, და შევფიქრიანდი კიდეც მინდა გითხრა. შეყვარებულზე რამდენი გიფიქრია შენ ეს როგორი მნიშვნელოვანი ამბავია? კაპიბარას უყვარს წყალი. წყალი უყვარს, კი ბატონო. შენ რა გიყვარს, მითხარი, წყალი გიყვარს?
ხო, ცივი. მე ყელი ხო არ გტკივა? არა. არა, ძალიან კარგი. კაფებარს წყალი უყვარს. საჭმელი გუყვარს ამას? ხო, შენ რა გიყვარს საჭმელი? მე ქათმის ჭხიდები და ქათმის რაღაცეები. ქათმის, კი ბატონო, ქათამი ცხოველი არ არის, ხო? არა, ფრინველია. ფრინველი. კაფებარს წყალი და უყვარს, ბოსტნეული იყვარს. ბოსტნეული, კი ბატონო. და ყველაზე დიდი მღრნელია. მოდი, მოკლედ, ეხლა შენ ყველაფერი აგვიხსენი გადასარევად. და ძალიან მაგრად იცი აბსოლუტურად ყველას ისტორია. მე დარწმუნებული ვარ დღეს ეხლა რომ დავსხდეთ, ხვალ დილამდე ვისაუბრებთ კიდე ამ თემაზე. ხო გეკუთვნის ეხლა შენ საჩუქარი ასეთი წოდნისთვის. ეკუთვნის თუ არა? კი ბატონო, მოდი მაშინ დაუძახოთ, მოდი. ფაგიო მოგზანდება ჩვენთან სტუდიაში. აი, მოგზანდა ჩვენი ფაგიო. სათამაშოების არის ფოთეშორის აქ და აქ არის ფაგების ნაკრები. იციდისთვის, რომ გაციება არ მოგეკაროს არასდროს და არანაირმა ინფექციამ არ შეგაწუხოს. აი, ამისთვის არის ეს დედამ იცის ფაგიო. და კიდევ საჩუქარი ხო გვინდა? ლოკომოკოს ლომი. ლომი რომელ კონტინენტზე მოგწ ხო არის? აფრიკაშია, ხო? კი ბატონო. აფრიკა არა და ეს აი აქ ეს ჩვენი აკაური ლოკომოკო არის, რომელმაც მოგვიტანა ეს საჩუქარი. შენ მე მგონი კმაყოფილი ხარ. ხო ხარ კმაყოფილი? ხო, რამდენი ლოკომოკოს ეუგორეტებია. ხედავ, როგორი საინტერესო ამბავი არის. პატივცემულო საზოგადოებაო, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ და მადლობა უთხრათ ლაზარე ელბაქიძეს ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა.